მინისტრთა კაბინეტის განახლება გრძელდება ირაკლი კობახიძე მორად გაყოფილი რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე წარადგინა და ირაკლი ქარსელაძე მადლობით გააცივა. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომართა გუშინ, რაზეც ჩვენ გქონდა საუბარი, მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავახადო ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი. მე მინდა წარმოგიდგენოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა უბრალოდ ინფრასტრუქტურის მინისტრად. ბატონი რევაზ სოხაძე მოგეხსენებათ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი. 2017 წლიდან ბატონი რევაზი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. წილად ხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის ამშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ბუნებრივია ამ შესაძლებლობებისთვის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად ოცნების გუნდს და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც რა თქმა უნდა აუცილებლად გაგრძელდება. დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონო პრემიერ-მინისტრო გამოცხადებული ნდობისთვის. მე კარგად მესმის თუ რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლის, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში თუ რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მეერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მე მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა. რევაზ სოხაძე 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. იქამდე 2017-2021 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება ირაკლი ქარსელაძეს, სად გააგრძელებს ის მუშაობას, ბრიფინგზე არ თქმულა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქარსელაძე 2021 წლის 22 თებერვლიდან ამ დრომდე ხელმძღვანელობდა და როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თანამდებობიდან წასვლის სურვილი მან თავად გამოხატა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილედ ზაზა კვიციანი დაინიშნა, რომელიც ცენტრალურ მთავრობაში თბილისის მერიიდან ინაცვლებს. სუსტი საგარეო მოთხოვნისა და რუსეთში ეკონომიკური ზრდის შენელების გამო მსოფლიო ბანკი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებას ელის. განახლებული პროგნოზით რეგიონში 2025-2026 წლებში 2.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, მათ შორის მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში ეკონომიკა წელს 5.5%-ით, მომდევნო წელს კი 5%-ით გაიზრდება. მთლიანობაში სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2025-2026 წლებში საშუალოდ 3.5% იქნება. ამასთან მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, გაზრდილი სავაჭრო ბარიერები და ევროზონის მიწოდების ჯაჭვების არაპირდაპირი ზემოქმედება შეასუსტებს ეკონომიკური ზრდის აღდგენას რეგიონის ნებისმიერ წერტილში. სპეციალურ ანალიზში, რომელიც გამოწვევებით ახსავსე გლობალურ გარემოში ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საკითხს ეძღვნება, ხაზია გასმული დინამიური კერძო სექტორის მნიშვნელობაზე. ქვეყნებმა უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განათავსონ ინოვაციებში, განახორციელონ რეფორმები, ახლად შექმნილი კომპანიების მხარდასაჭერად, გააღრმავონ ფინანსური ბაზრები და გაზარდონ ინვესტიციები ტექნოლოგიებისა და ცოდნის განვითარების მიმართულებით. ბიზნესში ინოვაცია და ექსპერიმენტირება აუცილებელია პროდუქტიულობის ასამაღლებლად. ისინი მნიშვნელოვანი წინაპირობებია მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. რეგიონის საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სტატუსის მოპოვება ფირმების ზრდის, ინოვაციების და კონკურენციის შემთხვევაში შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის განსაახლებლად საკუთარი მიდგომა სჭირდება, ინოვაციის სტიმულირება და ბიზნესის დინამიზმის ხელშეწყობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
აბსურდია, რომ შემოსავლების სამსახური კომპანიებს წინასწარ სთხოვს გადასახადების გადახდას. ასეთია ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება ბიუჯეტის შესრულებაზე და საგადასახადო შემოსავლების გარკვეულ მუხლებში ზრდასა და ჩამორჩენაზე. პირველ კვარტალში გადასახადების სახით ბიუჯეტმა 5.4 მილიარდი ლარი მიიღო, რაც საპროგნოზო მოცულობას 2.3%-ით აჭარბებს. ჯამურად შესრულების მიუხედავად გეგმასთან მიმართებით ჩამორჩენა დაფიქსირდა რიგი მიმართულებით, კერძოდ მათ შორის DGG-ს აქციზის მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა. ამის საპირისპიროდ კი საკმაოდ დიდი 161.2%-იანი გადაჭარბებით შესრულდა სხვა გადასახადების კატეგორია. გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ თავდაპირველად სხვა გადასახადების კატეგორიაში ხდება საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი თანხა, რაც მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში. აქციის გადასახადის გეგმასთან ჩამორჩენის მიზეზად თამბაქოსთან დაკავშირებულ რეგულაციებს ასახელებს, რაც მისი თქმით მომდევნო პერიოდში აღმოიფხვრება. მინდა უფრო დეტალურად შევეხო გადასახადებსაც, იყო DGG-ზე თავიდან რომ DGG ვერ სრულდებოდა, თუმცა ვნახეთ რომ საბოლოო ჯამში DGG შესრულდა, ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. შემდგომ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური თხოვს კომპანიებს რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება, რაც სხვა გადასახადებში შეიძლება ითქვას ეს არის ხელფასთან ერთად რა თქმა უნდა კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხდება თავდაპირველად სხვა გადასახადებში და ეს უკვე 15 რიცხვში, მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში და ეს ყველა კომპანიამ კარგად ის. რაც შეეხება ზოგადად გადასახადებში, რასაც დანაკლისი გვაქვს, ერთ-ერთი არის რეალურად აქციზი, ამასაც თავისი ახსნა აქვს, რა თქმა უნდა, ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა წელს ძალაში, შესაბამისად ვერ მოხდა იმ რაოდენობის შემოტანა იმპორტზე თამბაქოსი, რაც გასულ წლებში ხდებოდა ხოლმე პირველ კვარტალში. ამასთან ერთად მარაგები იყო გარკვეულწილად კომპანიების მიერ და შესაბამისად ეს დანაკლისი აქციაში რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრული. შეერთებულ შტატებში ჩასული ლევან დავითაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა, სადაც მისი ინფორმაციით ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილეს. დავითაშვილი ამბობს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე შედგა ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში. იყო საუბარი სანქციების აღსრულების კუთხით, თანამშრომლობასა და ვაჭრობის წახალისებაზე. მათ შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ახალი ჩარჩო მემორანდუმის გაფორმებაზე. მასში აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა და კერძო სექტორთან ერთად დაკონკრეტდება და განხორციელდება. ახალ ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია თანხვედრა, სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ და ჩვენ ხედებში და იდეოლოგიაში თანხვედრა დაგვეხმარება იმაში, რომ პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგი ავაწყოთ. ამაზე საუბარი იყო სახელმწიფო დეპარტამენტში, ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე ვაჭრობის სამინისტროში. ჩვენ გვაქვს ინიციატივები, რომლებიც ვფიქრობ, რომ საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას და საქართველო არ არის მხოლოდ მცირე სამხმარებლო ბაზარი პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება. კომერციის დეპარტამენტში ვაჭრობის სამინისტროში ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეიძლება ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს, რომელშიც აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ჩვენ შევთავაზებთ პარტნიორებს. ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა იმ და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე შეთანხმებული ვართ, რომ მომავალში განხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას მნიშვნელოვან პროექტებთან მიმართებაში, ისეთები როგორც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით პროგრამა, რომელიც ერთობლივად გვაქვს შეთანხმებული და რომელიც ითვალისწინებს $500 მილიონ დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამები ძალიან აქტიურად გაგრძელდება, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა საქართველოში მეოთხე მუხლის მიმოხილვაზე. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრაიან მაკოლი შეხვდა, რომლის დროსაც როგორც სამინისტროს რელიზში აღნიშნული ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები იყო განხილული და შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტთან მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
ეროვნული ბანკის გავრცელებული ინფორმაციით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის იურენ კლიკის განცხადებით მოუთმენლად ელის ივნისში საქართველოში მისიის მიერ დაგეგმილ ვიზიტს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ეკონომიკური გუნდის წევრებს საქართველოს დელეგაციიდან IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი და ალტერნატიული დირექტორი შეხვდნენ. ოფიციალური რელიზის მიხედვით, როგორც შეხვედრის ფარგლებში სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იურენ კლიკმა განაცხადა, მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაცია. სავალუტო ფონდის აღმასრულებელის კომენტარში ასევე აღნიშნულია, რომ საუბარი შეხვედრაზე გლობალურ მოვლენებზე იყო და მეოთხე მუხლთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ივნისში თბილისში ვიზიტი გეგმება. ცნობისთვის მეოთხე მუხლის ვიზიტებს ფონდი თავის წევრ ყველა ქვეყანაში თავისი მანდატის ფარგლებში ყოველწლიურად მართავს, რომელიც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების მონიტორინგს ითვალისწინებს. ბაზარზე საწვავის ფასის შემცირების ტრენდი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. პოზიტიურ პროგნოზს კონკურენციის სააგენტოში 2025 წლის აპრილში ნედლი ნავთობის ფასის 10%-ის შემცირებით ხსნიან, რასაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობაც ემატება. საერთაშორისო ბაზრებზე პლაცის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში საქართველოში საწვავის გაიაფებას კერძო სექტორიც ელის. უფრო კონკრეტულად მათი შეფასებით, სავარაუდოდ ფასები 15-დან 20 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდება. ნედლი ნავთობის ფასი ბოლო პერიოდში შემცირდა და სტაბილურად ნარჩუნდება დაბალი ნიშნული და ახლობით $66-67 ფარგლებში არის ბარელთან მიმართებით. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ეს აისახება აუცილებლად პლაცის იგივე გადამუშავებული ნავთობის ფასი, აქ არის უკვე ბენზინი და დიზელი და აუცილებლად უნდა აისახოს საცალო ფასებზეც. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში თუ რაიმე არსებითი ცვლილებები არ მოხდა განსახილველი ორ ფაქტორთან მიმართებით, ჩვენ ველოდებით რომ საწვავის ფასი შემცირდება. ლარის კურსი უფრო მყარდება. შესაბამისად ის არ იძლევა არავითარ საფუძველს იმისა, რომ ფასები გაიზარდოს. დღევანდელი სიტუაციიდან საერთაშორისო ბაზარზე არსებული განმარტება თუ ესე ჩავთვლითო, ესე დარჩა, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით სავარაუდოა 15-20 თეთრით ფასების შემცირება. კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც პირველ კვარტალს მოიცავს, საუბარია ფასთა შორის სხვაობებზე, რომელიც მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფიქსირდება. მათი შეფასებით სხვაობა ხშირად 40 თეთრს აჭარბებს. კონკურენციის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გვიხსნის, რომ მიმდინარე წლის იანვარში საწვავი ადგილობრივ ბაზარზე გაძვირდა, რაც პროდუქციის თვითღირებულების ზრდით იყო განპირობებული. თუმცა მისი შეფასებით, ყველა კომპანიის შემთხვევაში ეს ფაქტორი ერთნაირი არ იყო და ფასები კომპანიებმა ერთმანეთს მიმბაძველობით გაზარდეს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა კომპანია საწვავის თვითღირებულება როგორც შემცირების დროს არ უმცირდება იდენტურად და ზრდის დროს ასევე არ იზრდება იდენტურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში როგორც ჩვენ ანგარიშში არის მოცემული ადგილი აქვს მიმბაძველობას, ფასების პარალელიზმს, თუმცა ამგვარი პარალელიზმი, რა თქმა უნდა, თუ არ არსებობს დამატებითი მტკიცებულებები, არ ითვლება კანონთან კანონსაწინააღმდეგოდ. ყველა დიდ კომპანიას აქვს თავისი საკუთარი ქსელები. ასევე აქვს პატარა კომპანიებსაც ქსელები. მაგრამ ასევე არის მხოლოდ ბითუმად რომ ვაჭრობს. ბუნებრივია რომ ეს კომპანიები, როდესაც ბითუმად იღებენ სხვადასხვა კომპანიებიდან, უნდა თუ არ უნდა აყვეს მას ფასთა წარმოქმნაში. თუ არ აყვა, მას ხვალინდელი დღე აღარ ექნება. ანუ ვერ გაუძლებს კონკურენციას. ნავთობ იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით 2025 წლის იანვარ-მარტში 345,700 ტონა საწვავი შემოვიდა ბაზარზე, რაც თითქმის 19%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პირველ კვარტალში საქართველოსთან საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი შეიცვალა და ტრადიციული მიმწოდებლების ჩანაცვლება მოხდა. ის არის ძირითადი და მოხდა გადართვა უფრო ბულგარეთის ბაზარზე, ბულგარეთთან შემოდის საკმაო რაოდენობით საწვავი ამ ბოლო პერიოდში. ეს კონკრეტულად ბენზინზე და დიზელზე, ისევ რუსეთი არის ძირითადი მომწოდებელი საქართველოს ბაზარზე. ხარისხში განსხვავება ფაქტიურად არ არსებობს. იგივე ფასში გვაძლევს, როცა კი დაიწყო გაცემა რუსეთმა, იგივე ფასში გვაძლევს რა ფასშიც ეხლა ვთქვათ ვიღებთ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან და განსხვავება არ არის. რატო არ მოგვაქვს არაბული ქვეყნებიდან? მინიმალური პარტია 50,000 აქვს. ანუ გემი რო დატვირთოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემს, თუ 50,000 ტონას წამოიღებ.
50,000 ტონას საქართველოში ვერც ერთი კომპანია ვერ აწევს. 2024 წელს ქვეყანაში 1,672 მილიონი ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა 47 კომპანიის მიერ. სამი მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე 44%-ის, ხოლო 5 მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საწვავის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთი იყო, საიდანაც ნავთობიმპორტიორთა კავშირის მონაცემებით 216,200 ტონა საწვავი შევისყიდეთ. რუსეთს საწვავის საიმპორტო მოცულობებით ბულგარეთი და რუმინეთი მოსდევს. მკვეთრი დისბალანსი ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურაში შეზღუდული საპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, მულტიმოდალური გადაზიდვების სირთულე და ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემო. ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რაც შუა დერეფანს და მასთან ერთად საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს ასუსტებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პროგრესთან ერთად გამოწვევები ინფრასტრუქტურის მიმართულებით რჩება და გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა ალტერნატიული დერეფნებიც გააჩინოს. როგორც BMG-სთან თბილისის მშრალი პორტის სამეთუყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი ამბობს, დღეს შუა დერეფნის კონკურენტი მაინც არის რუსეთზე გამავალი დერეფანი, ამასთან ამერიკის შეერთებული შტატები ირანს შორის შეთანხმებამ შესაძლოა ირანული პორტებისთვის სანქციების მოხსნა გამოიწვიოს, რაც შუა დერეფნის კონკურენტი გახდება. აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე პროცესებმა კი შესაძლოა სომხეთი, რომელიც დღეს ქართული პორტების მომხმარებელია, თავად გახადოს ტრანზიტორი ქვეყანა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით. და ამ შემთხვევაში თუ ისინი მიაღწევენ შეთანხმებას და სანქციები მოეხსნება ირანს, ჩვენი ძირითადი კონკურენტი რა თქმა უნდა გახდება ირანის პორტები, რომლებიც გაიხსნება და ეს ტვირთები შესაძლებელია რა. განსაკუთრებით ცენტრალური აზიის მიმართულებით. მიმდინარეობს მოლაპარაკება და იმედია მალე დასრულდება უკვე და მიღწეული იქნება სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება სასუნხეთს და აზერბაიჯანს შორის და ამ შემთხვევაში უკვე სასუნხეთიც მოგვევლინება როგორც ტრანზიტული ქვეყანა. აზერბაიჯანის გავლით, თურქეთის მიმართულებით და გარდა მაგისა უკვე სასუნხეთს ეკვდება წდომა თურქეთის ნავსადგურებზე პირდაპირ საქართველოსავლით. ამიტომ ამისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამას ყველაფერს ჩვენ შეგვიძლია დავახვედროთ მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურა და კონკურენტული ფასები. თბილისის მშრალი პორტის პირველი ფაზა დასრულდა. ამის თაობაზე BMG-ს თბილისის მშრალი პორტის სამეთუყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განუცხადა, მისი თქმით პირველი ფაზის ფარგლებში ინვესტიციამ 23 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯემალ ინაიშვილის თქმით, მომავალი კვირიდან პორტში ბლოკ მატარებლების მოძრაობა დაიწყება და სივრცე ბათუმისა და ფოთის პორტებს დაუკავშირდება. ჯემალ ინაიშვილის თქმით, ზაფხულიდან მეორე ფაზის ფარგლებში სასაწყობე სივრცეების მშენებლობა დაიწყება. პროექტი რო არ ყოფილიყო მნიშვნელოვანი სტრატეგიულად, ჩვენ ამ პროექტში ასე ვთქვათ, არ მოკიდებით ამ პროექტს და ინვესტიციებს არ განვახორციელებდით. მშრალი პორტი ოპერირებს უკვე, მე მგონი თქვენთან განვაცხადე, რომ აპრილში ჩვენ დავიწყებთ უკვე ოპერირებას და დავიწყეთ ოპერირება, პირველი ფაზა დასრულებულია. განხორციელდა დაახლოებით 23 მილიონი დოლარის ინვესტიცია და უკვე ვემზადებით მეორე ფაზის, ასე ვთქვათ, განხორციელებაზე, რაც ძირითადად გულისხმობს ახალი დამატებითი 35,000 კვადრატული მეტრის ღია საწყობის მშენებლობას და ეტაპობრივად ჯამში დაახლოებით 50,000 კვადრატული მეტრის A-კლასის საწყობების მშენებლობას. უკვე პირველ საწყობს ჩვენ მშენებლობას ვიწყებთ უკვე სადღაც თვე-თვენახევრის განმავლობაში უკვე დავიწყებთ უკვე მშენებლობას პირველი 9,000 კვადრატული მეტრის საწყობის და დავაკავშირებთ ფოთს და ბათუმს საკონტეინერო ბლოკ მატარებლებით და ასეთი პირველი მატარებელი ვფიქრობთ, რომ მომავალი კვირის დასაწყისში უკვე შემოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გასული წლის 27 სექტემბერს საქართველოს საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოეწერა, თუმცა ის მიმდინარე წლის 9 აპრილს ამოქმედდა. როგორც მემორანდუმის ტექსტში წერია, მხარეები კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ ძალისხმევას ორივე ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, მათი ტრადიციებისა და სოციალური ღირებულებების გათვალისწინებით. მემორანდუმი
მემორანდუმის თანახმად მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის დარგის ექსპერტებისა და მეცნიერების გაცვლას, ასევე იმ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტურიზმის სფეროში კვლევების განხორციელებაზე. ასევე მხარეები ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელს შეუწყობენ თავიანთი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობას ორივე ქვეყანაში გამართულ გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში. ამასთან მხარეები გაცვლიან ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებში ტურიზმის სფეროში არსებული საინვესტიციო პროექტების თაობაზე და მხარეები განიხილავენ ტურიზმის დარგის ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტურების ორგანიზების საშუალებას. ცნობისთვის 2025 წლის პირველ კვარტალში საუდის არაბეთიდან საქართველოში 6500 ვიზიტი განხორციელდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 6000, შესაბამისად ზრდა 8.3%. ამასთან 2024 წელს საუდის არაბეთიდან ჯამურად 88,298 ვიზიტი დაფიქსირდა. 16 მაისიდან 17 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა უმკაცრდებათ. მთავრობის 17 აპრილის დადგენილების თანახმად დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითისა და ომანის მრავალჯერადი ვიზების ან და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზო შემოსვლა. თუმცა მათი ვიზის ან ბინადრობის ნებართვა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დღისთვის უნდა ჰქონდეს მოქმედების არანაკლებ 1 წლიანი ვადა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან და სხვა შესაბამისი დოკუმენტით. ავღანეთის, ბანგლადეშის, განას, ეთიოპიის, ერიტრეას, იემენის, კამერუნის, კოტ-დიუარის, კონგოს, მაროკოს, ნიგერიის, პაკისტანის, სომალის, სირიის, სუდანის, ტანზანიის და უგანდას მოქალაქეებს ამ დრომდეც ჰქონდათ საშუალება შემოსულიყვნენ საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითისა და ომანის ვიზების ან ბინადრობის საფუძველზე, თუმცა არ იყო განსაზღვრული ვიზების ბინადრობის მოქმედების ვადა და საკმარისი იყო, რომ საზღვრის კვეთის დღისთვის ვიზა და ბინადრობა მოქმედი ყოფილიყო. მოქმედი კანონმდებლობით საქართველოში უვიზო შემოსვლა 94 ქვეყნის მოქალაქე შეუძლია, თითქმის ყველა მათგანს საქართველოში უვიზო შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვს. თუმცა მაგალითად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის აქვთ. საქართველოში გიდების სავალდებულო რეგისტრაციის გადავადება მორიგ ჯერზე იგეგმება. ტურიზმის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად 2025 წლის 1 ივნისის ნაცვლად ტურისტული გიდებისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება 2026 წლის 1 ივნისს ჩნდება. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ამ ვალდებულების ამოქმედება გიდებისთვის გასული წლის დეკემბერში 6 თვით უკვე გადავადდა. ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გიდებისთვის გადაიწევს. ამ ვალდებულების მორიგ ჯერზე გადავადების მიზეზს ინიციატორები ასე განმარტავენ. იმის გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო პროცესი ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ მრავლად არიან ის სუბიექტები, რომლებსაც ეს პროცესი არ დაუსრულებიათ, ამ ნაწილში ჯარიმის ამოქმედება მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს სექტორისთვის. ამიტომ მიზანშეწონილია რეგისტრაციის გარეშე ამ საქმიანობის განხორციელებისთვის სანქციის დაკისრების მექანიზმი გადავადებულ იქნას დამატებით 1 წლის ვადით. ამავე მიზეზით ასევე მიზანშეწონილია უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისთვის. რეგისტრაციის ვალდებულების დაწესება 2025 წლის 1 ივნისის ნაცვლად დაიწყოს 2026 წლის 1 ივნისიდან. დღეს ტურისტული მომსახურების ბაზარზე ქაოსია და დარგში რეფორმების გადავადება გამართლებული არაა. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში აცხადებენ. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი აღნიშნავს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ის პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, რომლითაც გიდების, მათ შორის საქართველოში დასაქმებული უცხოენოვანი კადრების აღრიცხვიანობა და გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა დაიწყებოდა. ამ პროცესის მორიგ ჯერზე გადავადება კი ტურისტული ბაზრის მოწესრიგებას შეაფერხებს. ვინ ვერ გეტყვით, რომელ რეგიონში, რომელ ქალაქში რამდენი გიდი არის, რამდენი გადამზადებული, რამდენი გადამზადებელი გიდი არის, ვინ რა მიმართულებებით მუშაობს. ანუ ყველანაირი სტატისტიკა, რომელიც დაგვეხმარებოდა ჩვენ სამომავლო ნაბიჯების გადათქმაზე, იქნება ძალიან კარგი და თუ ეს სტატისტიკები ჩვენ არ აგვაქვს, ეს აზიანებს ტურიზმის განვითარებას. ფიქრობდი, რომ მომავალში თუ ჩვენ ეს დავიწყებთ, უკვე 1 წლით ან 2 წლის შემდეგ ვიღებდით მოწესრიგებულ სექტორს, როცა გვეცოდინებოდა ესა თუ ის გიდი, რომელიც საქართველოში მუშაობს, საზღვარგარეთთან ჩამოსული, არის თუ არა საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეული, ფლობს თუ არა გარკვეულწილად მინიმალურ ეტაპზე და დონეზე საქართველოს ისტორიას და კულტურას და ასე შემდეგ. ანუ მათ უნდა მიცეთ გარკვეული პერიოდი, რომ პირველში დარეგისტრირდნენ და შემდეგ იცოდნენ, რომ რა ეტაპების გავლა მოუწევს სამომავლოდ ეს გიდის სტატუსი, რომ მათ შეუნარჩუნოს ამ მასპინძელმა ქვეყანამ.
ტურიზმის დარგის წარმომადგენლების ნაწილი კი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მომრავლებული უცხოელი გიდები ადგილობრივ ტურისტულ ბაზარს არაერთ პრობლემას უქმნის. ტურისტული კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ უცხოელი გიდების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ტურისტული კომპანიების გვერდის ავლით საქმიანობს, რაც ადგილობრივ ბიზნესს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს. უცხოელი გიდების ქვეყანაში საქმიანობაზე გარკვეული მინიმალური რეგულაციები უნდა არსებობდეს, მიიჩნევენ კომპანია Hot Travel Group-ში. უცხოელი გიდები თავაზობენ როგორც სასტუმროებს, ასევე ტურებს, თავაზობენ ტრანსფერებსაც და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ითავსებენ ტურისტული კომპანიების როლს. ეს როგორც ასეთი აზიანებს ქვეყნის ეკონომიკასაც და პირდაპირ კონკურენციაში მოდის ჩვენთან როგორც ტურ ოპერატორებთან. აუცილებელია რეგულაციები გიდების საკითხში, სერტიფიცირება აუცილებელი, აღრიცხვა არის აუცილებელი, არ უნდა კონდეს უფლება უცხოელ გიდებს ესე ყოველგვარი იურიდიული კომპანიების გვერდისავლით კონდეთ გიდობის უფლება და მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული. იგივენაირად არც ერთ ქვეყანაში ჩვენც რო უნდა უშოთ მიგვყავს ჯგუფები ნებისმიერ ქვეყანაში იგივე დუბაი ავიღეთ აზიურ ქვეყანაზე ვისაუბროთ ხო არ გაქვს უფლება ჯგუფი ატარო ნებისმიერ სერტიფიკატის გარეშე ან თუ არ დაიქირავებ ადგილობრივი კომპანიის მომსახურებას იქნება ეს ტრანსფერები იქნება ეს ავტობუსები ადგილობრივი გიდი და ასე შემდეგ. ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ნაწილი კი ბაზარზე რაიმე მკაცრი რეგულაციების მომხრე არაა და მიიჩნევს, რომ კადრების დეფიციტის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან აქცენტი მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს კადრების გადამზადებასა და ხელშეწყობაზე. მას მერე ქვეყანაში გავარესდა ეკონომიკური მდგომარეობა, უამრავი ადამიანი ამ სფეროდან გამოვიდა, ზოგი სხვა პროფესიის დაუფლება დაიწყო ზოგმა, ზოგი საერთოდ ქვეყნიდან წავიდა. ამიტომ რეალურად კადრების პრობლემა, კადრების დეფიციტია ბაზარზე და ის კადრი ვინც არის დღესდღეობით წარმოდგენილი, ამას კიდევ დამატებითი რეგულაციები დაუწესო, კიდევ უფრო დეფიციტ შექმნის ბაზარზე. იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ რეგულაციები დაუწესოთ და ლიცენზირება და რეგისტრირება და ასე შემდეგ ბიუროკრატიული მოთხოვნები გავამკაცოთ. პირიქით, იმაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო, რომ ახალი კადრების გადამზადებაზე მუშაობდეს. უნივერსიტეტებიდან სტუდენტების მოძიებაზე მუშაობდნენ, რომ ისინი შემდეგ რაღაც ტრეინინგები გაატარონ, ტურებში გაუშვან და პრაქტიკაზე, რომ ამ ახალი ხალხისგან მაინც წამოვიდეს დამატებითი და ახალი კადრი და ახალი სიცხე ამ სფეროში, იმიტომ რომ კადრი არ გვყავს რეალურად. გიდების სავალდებულო რეგისტრაციის გადავადებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობის გიდები არიან ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში უკვე რეგისტრირებულები.